21 საუკუნე ბუნებრივი აირის გარეშე. იმერეთის ტურისტულ ადგილას სოფელ გორჩი მოსახლეობა უკვე წლებია ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვს. გარდა იმისა, რომ ადგილობრივებს ყოველდღიური ცხოვრება გართულებული აქვთ, ასევე უჭირთ ბიზნესის განვითარება. მათ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ავზების გამოყენება უწევთ, რაც არც თუ ისე მოსახერხებელია და მომსახურების ფასსაც ზრდის. 2014 წლიდან მახსოვს გაზი იგეგმება, შემოვა 2025 წელსავად. ესე იგი 11 წელია გასველოდებით, მაგრამ ჯერ არაფერი. 500 მოსახლე ყველაზე მცირეა. შეიძლება გაზის შემოყვანა, ხეები არ განადგურდება, ტყე არ მოიჭრება, ყველა სჭირდება გაზი რო იყოს ოჯახში. მაგრამ დღემდე ველოდებით. ეხლა შარშან არჩევნების დროს შევეკითხე მერს, ეხლაც შევეკითხე და იქნება. აი ამ იქნებას მოლოდინში ვართ. ძალიან გვჭირდება. შემცირდება ტყის მოჭრა, არ გაჩანაგდება ბუნება და ხომ ეკონომიურად ხო საერთოდ. ჯერ გაზის ბალონებით ქუთაისიდან და ხოინდან ამოზიდვა, რამდენ სირთულეთანაა დაკავშირებული. ჩვენ გვაქვს ყველაფერი ფასები გადიდებული, რომელსაც ტურისტი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ზედმეტია გადასახადი. იმიტომ რომ ყველაფერი გვაქვს რაიონთან დაკავშირებული. გაზის ტრანსპორტის კომპანიამ 2024 წელს მეგატივს საჯარო წერილის პასუხად აცნობა, რომ განხორციელდა გორდისა და კინჩხას გაზიფიცირების წინა საპროექტო მოკვლევა. მოკვლევის შედეგად დადგინდა აბონენტთა რაოდენობა, განისაზღვრა ასაშენებელი გაზის ქსელის სავარაუდო სიგრძე. აღნიშნული შედეგების საფუძველზე მომავალში მიღებულ იქნება გადაწყვეტილება კონკრეტული სოფლის გაზიფიცირების შესაძლებლობების თაობაზე. ვკითხულობთ შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მეგატივისათვის მოწერილ წერილში. მიმდინარე წლის მაისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იმერეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებისათვის თითქმის 12 მილიონი ლარის ღირებულების 4 ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ჩამონათვალში კვლავ ვერ მოხვდა გორდი. გორდის გაზიფიცირების შესახებ ისაუბრა ხონისმერმა ლადო ჯურხაძემ მეგატივის საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას. მუნიციპალიტეტის მერმა იმ ბარიერებზე გამახვილა ყურადღება, რაც ამ მიმართულებით გაზიფიცირებას აფერხებს. ლადო ჯურხაძე სამუშაოების დაწყების ახალ თარიღსაც ასახელებს. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ჩემ და სამწუხაროდ მე ამ ორი ვადის პირობებში, ესე რომ ვთქვათ, მე ვერანაირად ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ, თუმცა დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე არის ის კონტურები, ის მონახაზები, რომ აღნიშნული პროექტი 2026 წელს აუცილებლად კონკრეტულად რო ჩავეძიოთ, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულ რაიმე ბარიერი და კონკრეტულად ვინმე დაბლოკა ეგეთი თემა არ ყოფილა. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს თავისი პრიორიტეტები განაუდინარი, თუმცა აქაც თავისი პრობლემა აქვს იმას, რომ გორდი აი ბოლო დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 15 თუ 10 კილომეტრამდე უწევს, ზუსტი არ მახსოვს, ესე რომ ვთქვათ, არადასახლებულ მასში და პროექტის გაძვირებას იწვევს აღნიშნული. ანუ 10 კილომეტრის მანძილზე მოსახლეობა არ არის და მაინც უნდა გაიაროს გაზიფიცირების ეხლა ჩვენ მქონდა, როგორც თქვენ იცით, ეხლა ახალი სამინისტრო შეიქმნა, რეგიონალური განვითარების სამინისტრო, რომელიც კონკრეტულად აღნიშნულ რეგიონებთან მიმართებაში გვემუშავება. ჩვენ მქონდა ბატონ კახაგულედანთან შეხვედრა, გუბერნიაში იყო ეს შეხვედრა, სადაც კონკრეტულად ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად, პირველი პრიორიტეტად, ესე რომ ვთქვათ, მასშტაბური პროექტებიდან გამომდინარე, ჩემს მიერ იქნა დასახელებული კონკრეტული ეს გამოწვევა გაზიფიცირება ჩვენი ზედა სოფლების. და უკვე გარკვეულ ეკონომიკის სამინისტროსთანაც უკვე ჩართულობა არსებობს და როგორც გითხარით, უკვე 2025 წელს მანამდეც ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია, რომ 2025 წლის ბოლოს ეს უკვე პრაქტიკული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, მაგრამ დღეს უკვე თამამად დღეს შემიძლია, რომ 2026 წელი უკვე მშენებლობის დაწყების წელი იქნება ჩვენი აი ამ ზედა სოფლებისათვის გაზიფიცირების კუთხით. როდის განხორციელდება რეალურად გორდის გაზიფიცირება? ეს ჯერ კიდევ უცნობია. სახელმწიფო სტრუქტურები მოსახლეობას წლებია აიმედებენ და მათაც ამ იმედით უწევთ ცხოვრების გაგრძელება.